მაისს ნაციზმზე გამარჯვებას მსოფლიო. 9 მაისს კი 12-მდე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აღნიშნავთ. ჩვენ არ ვაყენებთ რაღაც ეჭვის ქვეშ გამარჯვებას და ნაციზმის დამარცხებას, უბრალოდ ვისთან ერთად გსურს ამ გამარჯვების დღის აღნიშვნა, ეს არის თავი. თუმცა რეალურად როდის დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი? კი ბატონო, ფაშიზმზე დავამარცხეთ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ჩავხსით კომუნიზმში, რომელიც არანაკლები ბოროტება იყო. 1945 წლის გაზაფხულზე ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ერთი სახის ტირანიას უბრალოდ მეორე ჩაინაცვლა. 9 მაისმა რაღაცა რუსული იმპერიალიზმის, რაღაც რაშიზმის შეფერილობა მიიღო და ამ შემთხვევაში როგორც ცივილიზებული არჩევანის გაკეთება და რაღაც 9 მაისში დარჩენა არის ძალიან ძნელი, ანუ პოლიტიკურად არის ძალიან ძნელი. როდის უნდა აღნიშნავდით ნაციზმზე გამარჯვებას და რატომ არის საკითხი ასეთი დილემური? ეს სიუჟეტი არის მცდელობა? პასუხი გასცეს ამ და სხვა საკვანძო საკითხებს. მაშასე ყველაფერი დაიწყო 1945 წლის მაისში, როდესაც ხელი მოეწერა კაპიტულაციას რეიმსში. 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მოკავშირეთა შტაბში 0 საათსა და 41 წუთზე ფორმდება გერმანიის უპირობო კაპიტულაცია ყველა ფრონტზე. პირველი საუბრის შედეგად პრაქტიკულად დადგინდა, რომ 8 მაისს იქნებოდა ეს ევროპული დროით დაახლოებით 5 საათი, როდესაც გამოცხადდებოდა გამარჯვება. ანუ რატომ ევროპული დროით 5 საათი? იმისათვის, რომ ვაშინგტონში ამ დროისთვის გათანებული ყოფილიყო. პირველადი თანხმობით, საბჭოთა კავშირიც იმავე დღეს აცხადებდა გამარჯვებას, თუმცა ბოლო მომენტში სტალინი უარს აცხადებს ამაზე. სტალინმა აქ უკვე პოლიტიკური თამაში წარმართა, ჩათვალა, რომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში ხელი მოეწეროს ეიზენჰაუერის შტაბ-ბინაში საბოლოო კაპიტულაციის აქტს. ამის გამო დანიშნულ იქნა სპეციალური ცერემონია, რომელიც ბერლინში ადგილობრივი დროით 23 საათსა და 45 წუთზე დასრულდა 8 მაისს. რა დროსაც უკვე მოსკოვში 9 მაისზე იყო. თავად დასავლელ მოკავშირეებში ეს აქტი აღიქმებოდა უბრალო საბჭოთა ცერემონიად, ვინაიდან ამ დროისთვის გამარჯვება უკვე მთელ დანარჩენ მსოფლიოში გამოცხადებულია. 8 მაისს უკვე ეს გამარჯვება იზეიმეს ლონდონშიც, იზეიმეს ვაშინგტონშიც. და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღემდე რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა მთელი მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავს 8 მაისს. დიდ პრინციპულ პრობლემას აქ პირადად მეც არ ხედავდი. რა ვქნათ ახლა ვინც იბრძოდა იმ ომში, მისთვის 9 მაისი იყო გამარჯვების დღე, მაგრამ სამწუხაროდ ეს გახდა ბოლო ხანებში პრინციპული და გახადა ეს პრინციპული ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა. ბოლო წლების განმავლობაში პუტინისთვის 9 მაისმა ამ იდეოლოგიურად ამზადებდა რა ამ დიდ ომს, რომელიც მან უკრაინაში დაიწყო და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ ომი არის. აი ამ 9 მაისმა რაღაცა რუსული იმპერიალიზმის, რაღაც რაშიზმის შეფერილობა მიიღო. Говорит и показывает Москва. რუსული საზოგადოება რეაგირებს, ხო? ანუ ეს არის რაღაც ერთ-ერთი მთავარი ნიშნული, რითიც ხდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ხო? რაღაც დიდი ისტორიით, დიდი გამარჯვებით და მოხდა. ეს არის თავად. საბჭოთა კავშირის აღდგენის სიმბოლოდ ჩათვალა 9 მაისი პუტინმა. Течет река бессмертного полка. უკდავი პოლკი. სველობების სათავეს იღებს რუსეთიდან და ეწყობა არაერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. მასში გამომსვლელები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახლობლების ფოტოებით გამოდიან. Потомки победителей в войне. ღამის მგლები აწყობენ მოტოგარბენებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყოველივე ეს ტარდება 9 მაისოთ. რა უნდათ პუტინის მეგობრება ცნობილ რუს ბაიკერებს თბილისში, მოსკოვში პოპულარული კლუბის ღამის მგლების წევრები 2 დღით საქართველოს სტუმრობდნენ. ალექსანდრ ზალდასტანოვი ამბობს, რომ საქართველო ძალიან მოსწონს, თუმცა ვერ ეგუება имас, რომ საზღვრის გადასაკვეთად საერთაშორისო პასპორტის გამოყენება უწევს. Я никогда не думал, что я буду ехать в Грузию по паспорту, по загранпаспорту. არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში საზღვარგარეთის პასპორტით მომიწევდა ჩამოსვლა. რას გავს ეს? თუნდაც სევასტოპოლში, უკრაინაში, სადაც ბავშვობა გავატარე,
საკუთარი დეკლარაციის შევსება მიწევს. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო არსებული სიტუაციის საკუთარ ხედვაზე, მაგრამ ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა აღარ ვართ. აი ამის შემდგომ უკვე მართლაც ეს დღესასწაული უკვე სახიფათოც კი გახდა რეალურად, იმიტომ რომ აქ გამოდის ასე, რომ თუ შენ მას აღნიშნავ 9 მაისს, შენ სწორედ რომ პუტინის იდეებს უჭერ მხარს. თუმცა საქართველოში ეს საკითხი მაინც დილემურია, რადგან ყველაზე უმცროსი მსოფლიო ომის ვეტერანი დღეს არის 95 წლის. ძნელია 95 წლის ადამიანს უთხრა, რომ ის შენ რასაც აღნიშნავდი და ზეიმობდი და შენთვის თავარი დღე იყო ბოლო 77 წელი, ეს არის არასწორი და მოდი ახლა უნდა აღვნიშნოთ ეს 8 მაისს, ამიტომ. მოუმზადებლად ერთი ხელის მოსმით შეთავაზება საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვცვლით რაღაცა დღეს, ეს ვერ გამოიწვევს სიმპათიას და გამოიწვევს წინააღმდეგობას პირიქით და პრულ დამოკიდებულებას აი ყოველგვარი ცვლილებისადმი, თუ ეს ცვლილება არ არის სათანადოდ ახსნილი და გაზიარებული. არის ხარი გერმანია გადმოვიდა ჩვენ საზღვრებზე, მაგრამ ფეხს ვერ მოიკიდეს ჩვენ შენიერ მიწას ალზე, ჩვენი გვირები დასწრებენ დარბაზებით, თოფებით, ტანკებით, თუ საჭირო შეიძლება ვესტერ წყალში დაგდაგები. თანამედროვე ქართული საზოგადოების ცოდნა მეორე მსოფლიო ომზე ძირითადად ხალხურია. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ინერცია დღემდე ძლიერია და ამიტომ ნაკლებად თუ ვიცით, რომ იგი ომის დაწყებაში მთავარი ბრალი, რა თქმა უნდა, მიუძღვის გერმანიას, მაგრამ ასეთივე ბრალეულობა შეგვიძლია დავაკისროთ საბჭოთა კავშირსაც. სტალინ ჰიტლერის შეთანხმებას მოყვა მეორე მსოფლიო ომის დაწყება და პირველ ეტაპზე საბჭოთა კავშირი და გერმანია მოკავშირეები იყვნენ. 1939 წელს ჰიტლერი და სტალინი გავლენის სფეროებს იყოფენ. ფიურერი თანხმდება პოლონეთისა და ბესარაბიის აღმოსავლეთ ნაწილების, ასევე ფინეთის, ესტონეთის და ლატვიის დათმობას სტალინისთვის. 1929 წლის 19 აგვისტოს პოლიტბიუროს ხდომაზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო და რომლის ჩატარების ფაქტსაც კი 50 წელი საბჭოთა კავშირი უარყოფდა, სტალინმა პირდაპირ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ დამყარდეს მთელ მსოფლიოში კომუნისტური მმართველობა, ჩვენ გვჭირდება მსოფლიო ომი. ჩვენ გვჭირდება ინგლისს, საფრანგეთ, გერმანიის ომი. ამ ომში ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ გერმანიას, იმიტომ რომ ის უფრო სუსტია და შესაბამისად ჩვენ თუ არ დავახმარებით, ის ძალიან სწრაფად წააგებს. ალბათ ასევე წააგებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაშინ უკვე გერმანიის გაწეთლებას ძალიან სწრაფად მოვახერხებთ. 1 სექტემბერს ნაცისტური შენერგები პოლონეთის საზღვარს კვეთენ. ამ დროს მსოფლიო ომში ჩართულ გერმანიას საბჭოთა კავშირი ამარაგებს სასურსათო და ნავთობნედლეულით, აგრეთვე სხვადასხვა სახის ლითონით. უფრო შორიდან შეგვიძლია მივყვეთ ჩვენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტამდე, როცა იგივე გერმანელი სამხედროები გადიოდნენ წვრთნებს საბჭოთა კავშირში, ხო? როცა ჰიტლერს სურდა, რომ დაერღვია ვერსალის საზავო პირობები და ამ მხრივ მოემზადებინა საკუთარი არმია დიდი ბრძოლებისთვის, რაშიც დიდ დახმარებას უწევდა საბჭოთა კავშირი, იგივე ძალიან ცნობილი გერმანელი სამხედრო გუდერიანით, სწორედ როგორც ცნობილი გვაქვს, რაღაც პერიოდი საბჭოთა კავშირშიც გადიოდა წვრთნებს. ასე რომ ეს თანამშრომლობა იწყება გაცილებით ადრე და საბჭოთა კავშირის ისეთივე დამნაშავე იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში, როგორც ნაცისტური გერმანია. საბოლოო გადაანგარიშებით, საქართველოს მეორე მსოფლიო ომში 95,000-მდე ადამიანი დაკარგა. ანალოგიურად უდიდესი დანაკარგები ჰქონდათ სხვა სოციალისტურ რესპუბლიკებსაც. თუმცა რუსეთი ამას დღეს ისე აღნიშნავს, როგორც მხოლოდ საკუთარ გამარჯვებას. საბჭოთა კავშირში ერთ ადამიანზე, ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი, მოდიოდა 1,6 წინდა. ანუ ერთი წყვილი წინდაც არ მოდიოდა საშუალო სტატისტიკურად თითო ადამიანზე. ომს გარდა მეომრის საბრძოლო სულისკვეთებისა იგებს შეიარაღება, ხო? საბრძოლო ტექნიკა, რაც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ხოლმე გამარჯვებული მხარისთვის. ამ სახელმწიფოს ჰქონდა საომარი ძალიან ძლიერ მესამე რაიხი.
ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს ამბავი, მოიგებდა თუ არა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომს, რომ არა ლენდ-ლიზის პროგრამა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მწერალი ჭაბულა ამირეჯიბი იხსენებდა. იმხანად სპარსეთის ყურედან ირანისა და ამიერკავკასიის გავლით მოკავშირეთა სამხედრო დახმარება ავტოკოლონებით მოედინებოდა. აქ ყველაფერი იყო: ავტომანქანებით დაწყებული ყოველგვარი შეიარაღება, ამუნიცია და დამთავრებული 1903 წლის მოსავლის უხარშავი თეთრი ლობიოთი. ერთ-ერთი ასეთი კოლონის უფროსის მოადგილედ გახდით უფროსი ლეიტენანტის ჩინით. ლენდ-ლიზის პროგრამა საშუალებას აძლევდა, ანუ ეკონომიკურ ხერხემალს აწვდიდა საბჭოთა კავშირს, რომ მესამე რაიხის წინააღმდეგ ეწარმოებინა ომი და დაესრულებინა ის წარმატებით. აი ომი რო დასრულდა უკვე დაიწყო აქტიური კამპანია, რომ ლენდ-ლიზი არ ყოფილა გადამწყვეტი. და რეალურად როგორც სამხედრო შესაძლებლობების მხრივ, ისე სასურსათო მარაგის მხრივ, სწორედ აღნიშნული პროგრამა იყო გადამწყვეტი, რისი დახმარებითაც საბჭოთა კავშირმა შეეძლო საკმაოდ მძლავრი კონტრშეტევების განხორციელება. 30-იანი წლების დასაწყისიდანვე ჰიტლერი ახდენს ჯერ საარის და ელზას ლორენის ოკუპაციას. შემდგომ გრძელდება ავსტრიის ანშლუსი და ჩეხოსლოვაკიის დაპყრობით. თუმცა ამას ევროპის დანარჩენი ნაწილი უყურებდა როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაჩაგრული გერმანიის ტრავმების მოშუშებას. სანამ საფრანგეთში არ შეიჭრა ჰიტლერი, ხო? და აი ზუსტად ამ სენტიმენტზე თამაშობდა პუტინის, რომ აი ჩვენ დაგვშალეს იუგოსლავია, დაბომბეს, წაგვართვეს ტერიტორიები, დაგვპირდნენ რომ არ წაიღებდნენ ბალტიის რესპუბლიკების გარდა არაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი მიაქვთ და რომ კი ხო ეს რაღაცა რუსეთი 90-იანი წლებიდან ძალიან დაიჩაგრა და მას თავისი ლეგიტიმური ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. ანუ ისეთივე ხედვები იყო რუსეთთან მიმართებით და პუტინთან მიმართებით, როგორც 30-იან წლებში ჰიტლერთან მიმართებაში. მანამდე რაც ჰქონდა ჩადენილი თქვა საქართველოსთან მიმართებაში, იგივე უკრაინასთან მიმართებაში, ეს გადიოდა იმაში, რომ ხან ჩვენ ვიყავით დამნაშავე, ხან უკრაინელებმა თვითონ არ იომეს და ასე შემდეგ. პუტინი ამით სარგებლობდა, ისევ როგორც სარგებლობდა ჰიტლერი და ეხლა სანამ უკრაინაში არ შეიჭრა, როგორც ჰიტლერი შეიჭრა თავის დროზე საფრანგეთში, ეს გამოფხიზლება პრინციპში ვერ მოხდა. მთავარი რუსული პროპაგანდისტული ხაზი კი ასეთია. ჩვენ ვატარებთ სპეცოპერაციას, რათა მოვახდინოთ უკრაინის დენაციფიკაცია. და როცა ჩნდება კითხვა, ვის დენაციფიკაციას ახდენენ, როცა თავად უკრაინის პრეზიდენტი ებრაული წარმომავლობისაა, ლავროვმა გასულ კვირას ასე უპასუხა. Я, если правильно помню, боюсь ошибиться, но, по-моему, у Гитлера тоже была еврейская кровь. Это абсолютно ничего не значит. И мы уже давно слышали мудрый еврейский народ, который говорит, что самые ярые антисемиты, как правило, евреи. რუსეთმა ახალი ნარატივი შესთავაზა მსოფლიოს, შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ჰოლოკოსტის განმახორციელებლები იყვნენ არა გერმანელი ნაცისტები, არამედ თავად ებრაელები. დღეს რუსეთი თამაშობს, ასე ვთქვათ, გიჟის როლს, შეურაცხადის როლს, რომ აი მე მერიდეთ, ყველა მიმართულებით ვისწრე, ყველა მიმართულებით მუშს ვიკრევ და მოდი ახლოს ნუ გამეკარებ. ამიტომ ყოველივე ზემოთ ნანახისა და მოსმენილის შემდეგ დღეს უკვე 9 მაისი სიმბოლიზდა არა ნაციზმზე გამარჯვების დღედ, არამედ ნაცისტური გერმანიის ანალოგიური და კიდევ უფრო მძიმე აგრესიის იმპერიის დღესასწაულად. ახლა კი საკითხავი მხოლოდ ისაა, როდემდე აპირებს ქართული სახელმწიფო იყოს კვაზი იმპერიალისტური რუსეთის სიხარულის თანამოზიარე.